წარმომადგენელი ვარ Mercedes-Benz-ის ლუქსემბურგში. თქვენ თვითონ ხართ ბედნიერი აქ? ყოველთვის მახსოვს მე რომ ჯერ ვარ ქართველი და იცლით თან იმისთვის რომ ხიდების მშენებლობაში მიიღოთ მონაწილეობა? 30 წელი ხდება რაც საქართველოდან წამოვიდი. თავიდან ცხოვრობდი შვეიცარიაში, მერე ვიცხოვრეთ კანადაში, მონრეალში ვცხოვრობდი, მერე ბელგიაში გადმოვედით, მერე გამოჩნდა ეს შესაძლებლობა აქეთ ლუქსემბურგში მუშაობის და საკუთარი დრო, რომელიც შეგიძლია მოახმაროს სიამოვნებას, ბედნიერებას, უთმობ ქართული დიასპორას, ქართული კომუნიტის გაძლიერებას. 10 წლის იყავით, როცა ემიგრაციაში წამოხვედით. მე ისეთ ქართველს რა უთხარ ისეთ ამხანაგს, ვინც რა ხერხებს ქართულად წერას, კითხვას და ლაპარაკს. აქ არის სრული ნდობა მთავრობას და მოსახლეობას შორის. მიზანი ეგაა, რომ ჩვენ არ ვიყოთ მესამე სამყაროთ აღქმული, არამედ ვიყოთ ამ ცივილიზაციის ამაღწარმოადგენელი. აი ყველაზე დიდი, ასე ვთქვათ, დაბრკოლება რა იყო რაც აქ შეგვდათ. მე მინდა ჩემ ქვეყანაში ვიცხოვრო, მაგრამ ჩემ ქვეყანას არ ვჭირდები. ძალიან ხშირად ვარ მოწყენილი, იმიტომ რომ ჩემი სამშობლო არ არის ისეთი, როგორც მე მინდა რომ იყოს. როგორია თქვენი აღქმა, როცა ლუქსემბურგიდან ჩავიხართ თბილისში? მე და ჩემმა მეგობრებმა დავაფუძნ ჩამოვაყალიბეთ Promote Georgia, არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს უნდა კარგი რეკლამა, ადვოკატირება ევროპაში. გამარჯობა. ვაიენ როიტყვიან ლუქსემბურგელები. გამარჯობა, სასიამოვნოა. ხადია სასიამოვნოა. მე ვარ ხატია ოზაშვილი, ცხოვრობ ამჟამად ლუქსემბურგში. წარმომადგენელი ვარ Mercedes-Benz-ის ლუქსემბურგში, ანუ რეგიონალური მენეჯერი ვარ. ხატია, სად ვართ ახლა? პირველ რიგში ჩვენ ვართ ლუქსემბურგში, Mercedes-ის შოურუმი, თვითონ კომპანიას Merbag ქვია, რომელიც არის დილერშიპი და მე ვარ ბელგიიდან გამოგზავნილი აქეთ, ვარ წარმომადგენელი Mercedes-Benz-ის საფინანსო დეპარტამენტის და რა ვიცი უკვე 4 წელიწადია ჩემი ოფისი გამიმართლა რომ ვარ ამ სილამაზეებში ყოველდღიურად მაქვს ბედნიერება უყურო. შეიძლება ჩვენც დავათვალია რომ ჩვენც გაგვიმართლა დროებით რომ აქ ვართ და დავათვალიერებთ მაინც. ეს არის delivery room, აქედან ყველა ბედნიერი გადის, იმიტომ რომ შეიძინეს რაღაც ახალი Mercedes-ი და აქ ბედნიერი მომხმარებელი არის. ბედნიერების ზონაა ასე. კი ბატონო. ამას ისე უკნიდან გასწევენ ხოლმე და ყოველთვის რაღაც დიდი ოვაციები მოყვება ამას. ამ ოთახს ბედნიერების ოთახს ვეძახით, კი ბატონო. ნუ სალს. თქვენ თვითონ ხართ ბედნიერი აქ? მე კი ვარ ნამდვილად ბედნიერი და ვფიქრობ, რომ გარემოცვა ისეთი თვითონ ქვეყანა არის, ბედნიერების ქვეყანა. ხალხი არის სულ ბედნიერი, ყველანაირად ისი არის შემუშავებული ყველა სტრუქტურა, რომ არაფრით ნერვები არ მოგეშალოს ადამიანს. აი გინდათ აქ მაგალითად არავინ არ ასიგნალებს მანქანას. შევამჩნიეთ, კი, შევამჩნიეთ. არის სრული სიწყნარე, მარტო ჩიტების გალობა გესმის, ნუ შესაბამისად ხელფასები. აი გზაში ახლა საუბრობდით, რომ ორშაბათია, პიკის საათია, ჩვენი გაგებით და ისეთი სიმშვიდეა ქუჩაში, არც ტრაფიკია, საცობები, ხალხიც ძალიან მშვიდი. აქ ამ ქვეყანაში ერთადერთი ვინც ესე ცოტა მეც ამ ქვეყანას ვეკუთვნი უკვე 4 წელიწადია და ერთადერთი რაც არ მოგწონს არის ფრონტალიეს ეძახიან, აი ბელგია, საფრანგეთი და გერმანიის მაცხოვრებლები, ვინც საზღვართან ახლოს არიან, ხშირად მოდიან აქ სამუშაოდ და ესენი ცოტა ესე ახმაურებენ ხოლმე აქ, მაგრამ შაბათ-კვირას არის სრული ნეტარება, მხოლოდ ადგილობრივები. თქვენი სამსახურის ფუნქცია რა არის? ახლა თქვენი პოზიცია რა არის აქ? ჩემი პოზიცია არის ზედამხედველობა, ანუ legal representative, როგორ არის, ლეგალური წარმომადგენელი. რამდენიმე dealership გვაქვს აქ Mercedes. ანალოგიური სივრცე არის 5 ადგილას, მე ვარ მათ ლუქსემბურგში დიახ. და ყველა, ანუ B2B უბრალო პრივატი customers მომხმარებელი ბოდიში და ასევე დიდი ბიზნესები, ვინც თანამშრომლობენ ჩვენთან. ანუ მათ დაფინანსებაზე ვარ მე პასუხისმგებელი. და რა ვიცი, ყველანაირი ლეგალური პასუხისმგებლობა რაც Mercedes-ის საბანკო სისტემას აქვს ლუქსემბურგში, მე ვარ ყველაფერზე მოკლედ
ყველაფერზე მე უნდა ვიყო პასუხისმგებელი და რა თქმა უნდა ზედამხედველი. კომპანიას თავისი ტოპ მენეჯმენტისთვის უნდა 5, 10, 20 მანქანა და ეს ბიზნესი გიკავშირდება და გეუბნება რა პირობებს შემომთავაზებ. დიახ, ეს უკავშირდება მაგალითად აი ესეთ შოურუმებს, თვითონ dealerships და dealership-ები მიკავშირდებიან მე, რომ მათთვის რაღაც საუკეთესო ხო, ფინანსური პლან რაღაცის შევადგინოთ. კარგია, რომ მიუხედავად ესეთი გრაფიკისა, დაძაბული სამუშაო გრაფიკი გაქვთ მაინც. კი, და ნამდვილად. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი საქმიანი ხართ, იცლით თან იმისთვის, რომ ხიდების მშენებლობაში მიიღოთ მონაწილეობა. და არ კარგავთ კავშირს სამშობლოსთან, მიუხედავად იმისა, რომ 10 წელი და 10 წლის ასაკიდან აქ ცხოვრობთ, ხო? კი, თითქმის. და მიუხედავად აი ამ ფაქტორისა, მაინც აი ერთი კითხვა მაქვს, შეიძლება ცოტა უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ აი უცხოელისთვის, ალბათ თქვენ უცხოელად აქ თავს არ თვლით, მაგრამ აი უცხო ეროვნების აქ ეს ცნება არ არსებობს ჩემი გაგებით, ხო? როგორია აქ სამსახურის შოვნა, კარიერის მშენებლობა, რა პროცესია ეს? ძალიან რთული არის და ამას მე ყოველდღიურობაში უფრო და უფრო ვაწყდები და მაგრამ ერთი რამ რაც არის აქ მე აქ არც ცნობილი მამიკო მყავდა, არც ცნობილი დედა, არც ჩემი ბაბუის სახელიდან გამომდინარე მივაღწია და მე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მივაღწია ამას, იმიტომ რომ ძალიან პრესტიჟული სამსახური მაქვს და ძალიან ვამაყობ ამითი, მაგრამ ამას დასჭირდა ძალიან ბევრი შრომა. აი ყოველთვის მაგალითად მე როდესაც შეიძლება ჩემმა კოლეგამ რომელიც არის ადგილობრივი აქ დაბადებულ გაზრდილი და ნუ ბელგიელი მაგალითად ან ლუქსემბურგელი დასჭირდეს ანუ მე ორმაგად უფრო მეტი შრომა მჭირდება ყოველთვის რომ ამათ ვაჩვენო რომ მეც შემიძლია მიუხედავად იმისა რომ მაქვს რაღაც შავი მუქი თვალები და ჩემი გვარი რაღაცა შვილი რაღაც ერთულად გამოსათქმელი მეც შემიძლია ეს ყველაფერი გავაკეთო და რა ვიცი რაღაცნაირად გამოვიდე სისტემა იძლევა მაგის შესაძლებლობას. თქვენ ეს დაამტკიცეთ. ხო, მგონი ვამტკიცებ, ყოველდღიურად ვამტკიცებ. სხვები რო რჩებიან მაგალითად 5-ზე, მე ხშირად 6-ზე და 7-ზე ვრჩებგან, იმიტომ რომ ვერ ვასწრებ, მაგრამ რატომღაც მგონია რომ აი რაღაც არ დააკლდეს, რომ არ თქვან რომ აი ის უცხოელ გოგოს რომ მივეცით ქართულ გოგოს რაღაცა შანსი იმან არ გაამართლა და სხვა შორის ამ დროს აი ყოველთვის მახსოვს მე რომ ჯერ ვარ ქართველი და პატარა ესეთი მომენტი იყო, ეხლა ძალიან მოდაში შემოვიდა, ასე ვთქვათ, signature ან ხელმოწერები რო აიმეილებში ქვემოთ, აბრევიაცია უნდა იყოს მხოლოდ, ან მხოლოდ სახელი და გვარის აბრევიაცია. აქ ქათიას მეძახიან, ხატიას ვერ გამოთქვამენ და ეს ჩემი გვარი ახლა ხშირად გამოთქმა უჭირთ, მოდიო ო დავაწეროთო, ქათია ო და იმხელა პროტესტი გამოთქმით, არავითარ შემთხვევაში უნდა ეწეროს ოზაშვილი, იმიტომ რომ ყველამ სადაც მივა ეს ჩემი იმეილი, ყველამ იცოდეს, რომ ქართველები მხოლოდ სამწუხარო ჩვენ და საუბედურო წინა წლებში ცუდი რეპუტაცია დავაგროვეთ აქ და მარტო მომპარავები, ნარკომანები და ცუდის გამკეთებლები არიან ქართველები მუშაობენ კარგ ადგილებში და აუცილებლად უნდა ეწეროს ოზაშვილი და ხშირად ძალიან შეხვედრებს ცოტა ისეთი high level ხალხთან არის ამაზე რომ საიდან ხარ და საქართველოდან ძალიან ვამაყობ. მადლობა თქვენ ამისთვის. და ჩვენ ახლა ვიყავით ქალაქის ერთ-ერთ ცნობილ ატრაქციონზე, ზემოდან ხედებით დავტკბით, ხო? და იქ ხმაც იყო ჩართული აუდიო, სადაც გვიყვებოდნენ, რომ ეს ქვეყანა გამოირჩევა იმით, რომ ძალიან მრავალფეროვანი, მრავალეროვნულია და ამიტომ აქ არ არის რაღაცა ეს ტოლერანტობის სირთულეები, მაგრამ რასაც ახლა გვიყვებით, ცოტა განსხვავებულ სურათს გვაძლევს, ხო? როგორც ჩანს, ის ტურისტული ატრაქციონი მთლად სიმართლეს არ ამბობდა. გააჩნია რომელი ქვეყნიდან მოდის აქ ადამიანი. დღესდღეობით ეს ექსპატს ძალიან სხვა შორის ლუქსემბურგი მიუხედავად თავისი პატარა ზომის ძალიან ბევრ უცხოელს მასპინძლობს, მაგრამ ეს უცხოელები არიან აი სამუშაოდან გამომდინარე ჩამოსულები. ისინი არ არიან მაგალითად აქ აი კომპანიებიდან მოწვეული და არიან დროებითაც ცხოვრობენ 3 წელი, 4 წელი გააჩნია კონტრაქტის ანუ რა ხელა აქვთ კონტრაქტი და მე უკან ბრუნდებიან. ეგეთი ადამიანები რა თქმა უნდა always არიან welcome ამ ქვეყანაში. არის კიდე მეორე ის იტალიელები არიან, ბევრი პორტუგალიელები, რომლებიც ადრე უფრო ეს შავ სამუშაოს ასრულებენ აქ ლუქსემბურგში. და არიან მე ვართ ჩვენ, ანუ ის ქვეყნები, ის მესამედი ქვეყნები რაღაც განუვითარებლები ამ თვალში უფრო და
აი ეს ბნელი ქვეყნები, რომლებიც არავის არ უნდა სამწუხაროდ და ნდობა აქვთ ცოტა არიციან და იმიტომ და ალბათ ისე იმას დაუკავშირდები, აი ამიტომ რომ ამათ არიციან, დღესდღეობით კიდევ უფრო საქართველოს არსებობა რაღაც უფრო არის ცნობადი, მაგრამ ადრე აი მაგალითად 2000 და იმ წლებში ჯორჯიას რო ვეუბნებოდი, საერთოდ არც იცოდნენ კი არა და ამერიკის ჯორჯია, რა თქმა უნდა, ეს ავტომატურად პასუხი, from America, no. ხო და აქედან გამომდინარე, კი ევროპაც ესე არის გარდა ნაჩვენებენ, რომ ძალიან ღია არის, უყვართ, რა თქმა უნდა, უცხოელები, ინტერესდებიან, მაგრამ არა ჩვენი ქვეყნები. მაგრამ შრომა ფასდება, მონდომება ფასდება, ევროპა არის ის ადგილი, სადაც როგორც თქვენ აღნიშნეთ, რაღაცა გვარის და ნაცნობობის მიხედვით არ არჩევენ ადამიანებს. საბედნიეროდ, კი ბატონო. ეს არის მთავარი ღირებულება. Mercedes-ის ეკოსისტემაში რამდენი ქართველი შეხვედრია, აი რაღაცა middle და up level პოზიციებზე? ჩვენ მაგალითად ახლა მე წარმოვადგენ Benelux-ის clusters. აქედან გამომდინარე, იქით ცოტა ახლა გერმანია და სხვა ქვეყნებში ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ერთადერთი ქართველი შემხვდა, იმასაც მამა ყავდა ქართველი და შემთხვევით CC-ში იყო ჩასმული რაღაც იმეილზე და ეს რო დავინახე, მოკლედ წუთში მივწერე და გამოვეხმაურე. მაგრამ ზოგადად ქართული გვარები ხანდახან რაღაც ისე randomly ამიკრებია, რომ არის თუ არა ვინმე ქართველი Mercedes-ის დამალავებით, მაგრამ არა, მე არ ვიცნობ, არავის არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში Benelux-ის მასშტაბით არ არის. ჩვენ რადგან აი ეხლა ვიწყებთ ამ პროექტს, არის მუდმივად ის, რომ აი როგორი უნდა ვიყო, რომ თქვენს გადაცემაში მოვხვდე, რა ვიცი ხა. მეც ქართულად მთავრდება ჩემი გვარი, მეც საუბრობ ქართულად, მეც დიდი ხანია ემიგრაციაში ვარ და ესე შემდეგ. და მეც ვარ წარმატებული, ხო? მაგრამ აქ საუბარია იმაზე, რომ ადამიანები, რა ვთქვათ, ხატიასნაირი ადამიანები მზად არიან, რომ გაუზიარონ სხვა ქართველებს, რა გზა გაიარეს, ანუ როგორ მოხვდნენ აქ, როგორ არის შესაძლებელი აქ მოხვედრა, რა წყალქვეშა ქვებია და რას უნდა აერიდონ. ეს არის კონტრიბუცია. დაუთმო შენი რამოდენიმე საათი, გუშინაც რო ვისაუბრებ, მთელი კვირა, დღე, როცა შეგიძლია წახვიდე და დაისვენო, რეკავ ტელეფონზე, ელაპარაკები ქართველებთან იმათ, რომ ჭირდები და ვერ უთიშავ, ეგ ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ კონტრიბუცია არის ეს, საკუთარი დრო, რომელიც შეგიძლია მოახმარო სიამოვნებას, ბედნიერებას, უთმობ ქართული დიასპორას, ქართული community-ის გაძლიერებას და ეს სიძლიერე თუ გაქვს განცდა, რომ მე შენ გიბრუნდება, ამიტომ რომ აქ თუ იმუშავებს 5, 10, 20 ქართველი, შენც უფრო გამართული დადიხარ, რომ მე ეს კი არ ვარ რაღაცა გაურკვეველი ქვეყნიდან, აი ეს ხალხი ქართველები არიან. ეს საერთო შექმნილი ღირებულებაა რა. ჩვენ ამ პლატფორმაზე მაგას ვცდილობთ, რომ გვაჩვენოთ, რომ ქართული დიასპორის გაძლიერება არის ინდივიდუალური ადამიანის გაძლიერება, არის ადგილობრივი community-ის გაძლიერება, მაგრამ საქართველოს გაძლიერებაცაა საბოლოო ჯამში და მიზანი ეგაა, რომ ჩვენ არ ვიყოთ მესამე სამყაროდ აღქმული, არამედ ვიყოთ ამ ცივილიზაციის ამაღწარმომადგენლად რა და ხო და ასეთი ერთი მაგალითიც აჩვენებს იმას, რომ ამის დამტკიცება შესაძლებელია. კი, ალბათ, ვცდილობ ყოველ შემთხვევაში. ისე აქ როგორ უნდა მოხდეს ადამიანი და ზოგადად წარმატებას ეს თქვენ არ გესწავლებათ მით უმეტეს, მაგრამ მე ვთვლი, რომ აი არასდროს არ უნდა დანებდე და ის შესაძლებლობები, რასაც მაგალითად მე პირადად ჩემზე ვისაუბრებ, ჩემი მშობლები შეეწირნენ საქართველოდან წამოსვლა არ იყო ადვილი, თან ისინი არ იყვნენ პატარები და მით უმეტეს იმ ბნელ წლებში ძალიან რთული იყო და მე ყოველთვის რაღაცნაირად აი შეეწირა ჩემი მშობლები ამ ჩვენს რაღაც კეთილდღეობას და ბედნიერებას. ემიგრაციის ხვედრი ეგაა, რომ იყოს იგი თავის შვილები გაატაროს. კი, და მე ყოველთვის აი ძალიან მწყდება გული და მიკვირს, როდესაც აი აქ დაბადებულები ან პატარები რო ჩამოდიან ახალგაზრდები არ ეყენებენ აი ამ განუსაზღვრელ შესაძლებლობებს, რასაც ევროპა მათ თავაზობს, რომ მისწავლონ გიფინანსებს ყველაფერს, ანუ ყველანაირად გიდგას ევროპული სტრუქტურა გვერდში ახალგაზრდა ადამიანს, რომ
რაღაცა გააკეთო შენი ცხოვრებიდან, რაღაცა კარგი. აი მაგალითად ისეთი ახალგაზრდები, ვინც არიან ჩამოსულები, თითქოს ესე დაზეპირებული სპიჩივით მაქვს ხოლმე ეს, რომ გავიგებ, რომ ახალგაზრდა მოდის და აი რაღაც პატარა უბრალო სამუშაოზე თან ხვდება, აი კიდაც დალაგება მე რა თქმა უნდა მთელი პატივისცემით ესეთ საქმეა და ვიღაცამ უნდა გააკეთოს. მაგრამ როდესაც ხარ ახალგაზრდა, ეს ქვეყანა გაძლევს უფლებას, რომ შენი დიპლომი გადაიტანო აქაურ დიპლომზე, გაიარო აუცილებლად ინტეგრაციის კურსები, ენები და შეძლო ის შენი რაღაც განვითარება შეძლო და არ დარჩე რაღაც პატარა პროფესიაზე და ამას არ იყენებენ სამწუხაროდ. ხო და არა, მაგისთვის ჭირდებათ მაგალითად, აბა ვის გამოსვლია ქართველს, რომ მეგვცადო და როცა არსებობს ხატია, როცა არსებობს გურამი, როცა არსებობს ნონა, მაია და ესე შემდეგ, ანუ მეც შემიძლია რა, ანუ ბანკებს რო რეკლამები აქვს ხოლმე, ეგ ცარიელ სიტყვებად კი არ უნდა დარჩეს, კონკრეტული ადამიანები უნდა გააცნოთ. კი, ალბათ. ყოველ შემთხვევაში მე ძალიან ისეთი ყოველთვის მოტივაციას ვცდილობ, რომ მივცე ახალგაზრდა ქართველებს, რომლებიც ჩამოდიან და ხო, ვიყოთ რაც შეიძლება accessible ხელმისაწვდომი, რომ რამე კითხვები თუ აქვს, ძალიან ხშირად მირეკავენ ესეთ რაღაცებს და მეც დიდი სიამოვნებით ვცდილობ. მაგრამ პირველ რიგში შრომა, სწავლა, წვალება ცოტა, იმიტომ რომ ეს ამ კომფორტის ზონიდან აუცილებლად უნდა გამოხვიდე, იმიტომ რომ წარმატება კომფორტში არ არის. წარმატება არის მხოლოდ აი რაღაც სირთულეებში და დავარდნაში, ადგომაში და ყველაფერის მიღწევა შეიძლება. ბევრად უფრო მეტი ვიდრე მე. რა თქმა უნდა. 30 წელი ხდება, რაც საქართველოდან წამოვედი, ძალიან ბევრ ქვეყნებში ვიცხოვრეთ, ჩემ მშობლებთან ერთად წამოვედი. დედიკო ხშირად ამას ამბობს, ესე რაღაც ესე ეძახის ხოლმე, ბევრი ვიწანწალეთო. იმიტომ რომ თავიდან ცხოვრობდი შვეიცარიაში, მერე ვიცხოვრეთ კანადაში, მონრეალში ვცხოვრობდი. მერე ბელგიაში გადმოვედით და ბელგიაში ყველაზე დიდი ხანი ვიცხოვრე ალბათ ამ ქვეყნებს შორის საქართველოს ჩათვლით 15 წელიწადი და მერე ანუ ჯერ ვისწავლე რომორჩის სწავლას დავსაქმდი Mercedes-ის ცენტრში თვითონ headquarter უბრალოდ სათავო ოფისში, დიახ, Benelux-ის სათავო ოფისში და მერე გამოჩნდა ეს შესაძლებლობა აქეთ ლუქსემბურგში მუშაობის და თვითონ Mercedes-მა გამომგზავნა უკვე მე-4 წელიწადია ვარ აქ. გადაწყვეტილების მიღება გაგიჭირდათ, რომ ლუქსემბურგში წამოსულიყავით? ამაზე პატარა ესეთი ანეკდოტი, ხო, ნაკლებად, ანუ ეს რაღაც დიდი მენეჯერი მოვიდა ჩემთან, ჯერ მაშინ არ ვიცოდი, რომ ეს შემოთავაზება უნდა გაეკეთებინათ და უბრალოდ მკითხა ხატი შენო შემთხვევით ხომ არა გაქვს პრობლემაო, აი ქვეყნის შეცვლაზე და სხვაგან ცხოვრებაზე. მეთქი, ნო, პასკალი ქვია. მეთქი არა, პასკალი, ეს ჩემი life story არის, თქო, რომ ყოველთვის უნდა ავიბარგოთ, გადავიბარგოთ, სხვაგან ვიცხოვროთ, ასე რომ ეს ჩემთვის პრობლემური არ იყო არც. როგორც დედა თქვენმა თქვა, წანწალი. წანწალს მიჩვეული კი. მაგრამ ახლა რას ფიქრობთ აქ? წარმოგიდგენიათ თქვენი თავი? მომავალ თავიდან სულ დროებით ანუ რო ჩამოვედი ეს იგივე რაღაც ანალოგიური სიტუაცია მქონდა საქართველოსთან რომ მოდიან ემიგრანტები და მხოლოდ 1 წლით ხომ მოდიან და მე სამწუხაროდ ჩვენც 1 წლით ვარ წამოსულები და საბოლოოდ 30 წელია უკვე თავიდან ვამბობდი რომ მხოლოდ 1 წელი ვიქნებ მხოლოდ 1 წელი მაგრამ იმ ხელაზე კომფორტულია ეს ქვეყანა იმ ხელაზე აი ყველანაირად უწყობს აქ მაცხოვრებელ ადამიანს ხელს რო იყოს აი სრულ რაღაც სიმშვიდეში და ჯანსაღი ქვეყანა არის ასე ვთქვათ. და რაღაც მომწონს. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი დედიკო, ძმა, ანუ ოჯახი, მეგობრები, ამხანაგები ყველა მყავს ბელგიაში, მაინც ჯერჯერობით ვერ ველევი აქაურობას. თან ახლოა. კი, ეს დიდი ადვილი ის არის, რომ უცებ იდეალური გზები გაქვს. კი ბატონო. მანქანები. კი ბატონო. რა თქმა უნდა Mercedes-ი გეყოლებათ. ხო, ეს სავალდებულოც არის. სხვა არ შემიძლია, მე მგონი ეს ჩემს იმაში კონტრაქტში წერია, რომ არ შეიძლება სხვა ბრენდის მანქანა. არა ნამდვილად ვერც ვიწუწუნებ ამაზე, იმიტომ რომ სრული კომფორტი არის და პრემიუმ ბრენდია. ნუ ხა ჩემი რეკლამა არ სჭირდება Mercedes, მაგრამ ნამდვილად დიდი პრივილეგია არის. 10 წლის იყავით, როცა ემიგრაციაში წამოხვედით მშობლებთან ერთად. კი ბატონო. მე ძალიან მომწონს თქვენი ქართული. როგორ შეინარჩუნეთ ენა?
დედიკოსო გვასწავლდა ზოგადად ეს ოჯახიდან მოდის რა თქმა უნდა ჩემი დედიკოს და მამიკოს დამსახურებაა და ეს მის მახსენდება მე ისეთ ქართველს რა უთხარ ისეთ ამხანაგს ვინც რა ხერხებს ქართულად წერას კითხვას და ლაპარაკს ეს ბავშვობიდან რაღაც დაგელე ქართლს კი ბატონო ეს კოდი არის ჩადებული და მე ძალიან კარგად მახსოვს აი ამ წანწალში რაც წეღან ვახსენე სხვადასხვა ქვეყნებში დედიკოს ქონდა საქართველოს ისტორიის წიგნი წამოღებული რამდენიმე პატარა წიგნები და ხა ჩვენ მე და ჩემი ძმა ვიყავით და ძალიან არც გვსიამოვნებდა ქართულად ლაპარაკი იმიტომ რომ ჩვენს გარდა არავინ არ ლაპარაკობდა და მახსოვს კვირა დღეს ან ნებისმიერ მომენტში როდესაც დედა იხელთებდა დროს აი აქიდან ჩემი ძმის ხელს დაიჭერდა აქიდან ჩემს ხელს და შევაში ეს წიგნი ეჭირა და კითხულობდა და გავალდებულებდა რომ გვესმინა ქართული საუბრისთვის და რა ვიცი ეს ყოველთვის რაღაც ესეთი დაუწერელი კანონი იყო რომ ჩვენ ყოველთვის საუბრობთ ქართულად იმიტომ რომ არ დავივიწყოთ რანი ვართ და საიდან მოვდივართ ეს ძალიან მნიშვნელოვანი კოდი ნამდვილად და 30 წელი ძალიან დიდი პერიოდია როცა უცხო ქვეყანაში ცხოვრობ და თან ინარჩუნებ ქართულს და ინარჩუნებ საქართველოსთან კავშირს. თქვენ ახლა იყავით, ხო, საქართველოში. შეგიძლიათ აი მითხრათ თუ ხედავთ განვითარების რამე სიმპტომს, როგორია თქვენი აღქმა, როცა ლუქსემბურგიდან ჩადიხართ თბილისში მაგალითად. მე პირველ რიგში მინდა ეს თქვა, რომ ძალიან მიყვარს საქართველო. ეს ალბათ რაღაც ესეთი ბუნებრივი შეგრძნებაა, როდესაც აი რაღაცა გაკლია მთელი შენი ცხოვრება ფაქტიურად და სულ გენატრებმა ყოველთვის მენატრებოდა ჩემი ოჯახის წევრები. ყველაფერი ქართული იყო, ძვირფასი, ეხლა ძალიან ბევრი რესტორნები, რაღაც ქართველებიც ბევრი არიან, ადრე არ იყვნენ. ჩვენ რომ კანადაში წავედით და მე მგონი ეს რაღაც ავტომატურად უფრო შორს მიდიხარ შენი სამშობლოდან და ჩემი სამშობლო რა თქმა უნდა ყოველთვის საქართველო იყო ჩემთვის ძვირფასი ავტომატურად რაღაც ნოსტალგია თავისა შვება მე მგონი და აი სხვანაირი უფრო გიჭერს კი ბატონო და იქ გაგვიჭერდა ძალიან იმიტომ რომ იმაში მონრეალში ვიყავით მე ჩემი დედიკო და ჩემი ძამიკო და სხვა არავინ არ ვიცოდით ქართველი მიგვიღო იქ უცხოელმა მეგობარმა ოჯახში და 4 თვის განმავლობაში ხმამაღლა ვლაპარაკობდით ყოველთვის გინდაც მეტროში გინდაც რაღაც ტრანსპორტი ან ნებისმიერ ადგილას რომ იქნება ვიღაცა ქართველი იყოს და გაიგოს ეს ქართული საუბარი და გამოგვეხმაუროს ანუ ამით იმის ხაზგასმა მინდა რომ ჩემთვის ძალიან ძვირფასია ყველაფერი ქართული და მით უმეტეს საქართველო ჩემი იქ ჩასვლის დროს აი ყველაზე მთავარი შეგრძნება ყველაფერს ვადარებ. ანუ შედარებით აი აქ როგორ არის და იქ როგორ არის. მე რა თქმა უნდა მესმის რომ საქართველო ბევრად უფრო მეტი ომგამოვლილი არის და უფრო ნაწვალები და ნატანჯი ხალხი ვართ, ცხოვრობს იქ იმ ქვეყანაში და რთულია მოთხოვო ანალოგიურად განვითარება და რაღაც აი ხო, ყველანაირად რომ აწყობილი იყოს ის ქვეყანა, როგორც ლუქსემბურგი. მით უმეტეს ლუქსემბურგი ერთ-ერთი ნომერ პირველი ქვეყანაა მსოფლიოს მასშტაბით, ხო? თავის სიკარგით. არ ვიცი, მე ძალიან მაკლია იქ საღი აზროვნება, რაღაც დემოკრატია. ხშირად ჩხუბობ საქართველოში. როგორ ავხსნა ეს? დაჩაგრული ვარ საქართველოში. იმიტომ რომ მე არ მყავს იქ რაღაცა იმ მთავრობაში მით უმეტეს ვებრძვი ცოტა ესეთი სიტყვა არ ვეთანხმები ამ მთავრობას ვაკრიტიკებ ხო და ძალიან ხშირად მიწევს ჩხუბი იქ და გულდაწყვეტა არის უფრო საქართველოსთან დაკავშირებული მე არა ვარ ისე განწყობილი რომ აი მხოლოდ ცუდი დავინახო საქართველოში პირიქით ყველაფერი კარგი მიხარია იქ თუ რამე ხდება მაგრამ უფრო მეტი გულდაწყვეტა არის, ვიდრე ბედნიერება საქართველოდან სამწუხაროდ. რა შეიძლება ისწავლოს საქართველოს ლუქსემბურგისგან? მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა. მე ვფიქრობ, რომ ქვეყნის წარმატება მხოლოდ თავიდან, ანუ თავი მთავრობა, როგორც ჩვენ ყველაფერზე ვადანაშაულებთ და ვამბობთ, მხოლოდ იქიდან არ მოდის. წარმატება არის ყველა მოქალაქეს მხრიდან რაღაც პასუხისმგებლობის გათვითცნობიერებიდან გამომდინარე წარმატება.
და აი ეს გვაკლია პირველ რიგში ერთმანეთის და მეორედ რაღაც გადასაღებ იმათ ვიტყოდი, რომ ერთმანეთის პატივისცემა და სიყვარული. პირველ რიგში რა თქმა უნდა ეს კანონმორჩილება. აქამდე ალბათ იმანაც მიგვიყვანა, რომ კანონი რაზეც თქვენ საუბრობთ, ხო? ვიღაცისთვის კანონია, ვიღაცისთვის არა. შერჩევითი სამართალია, ხო? ვიღაცას შეუძლია რომ დაარღვიოს. იაროს მაგალითად ავტობუსის ზოლში და არ დაჯარიმდება. ვიღაცას ამის უფლება არ აქვს. ხო, მაგრამ ამაზე აი ზუსტად ის არის, რომ ერთი ყველაზე ძალიან თავიდან ეს პროტესტები რო დაიწყო საქართველოში, რაც ყველაზე ძალიან მიხაროდა, რომ ქართულმა ხალხმა ისწავლა ეს პროტესტის კულტურა. აუცილებელია გააპროტესტო, იმიტომ რომ აქ აი პატარა რაღაც უმნიშვნელო რაღაცაზე პური შეიძლება იქ თავის ადგილას არ დარიგდა, როგორც უნდა დარიგებულიყო და აპროტესტებს მთელი ქვეყანა. ლუქსემბურგში ნაკლებად, იმიტომ რომ აქ მაინც ყველაფერი მოგვარებულია, ის საფრანგეთი, ბელგია. პროტესტი აუცილებელია. ნუ რა თქმა უნდა, ხა საქართველოს ჩვენ კიდე სხვა პრობლემები გვაქვს, მარტო ეს ურთიერთპატივისცემა და სიყვარული ვერ გამოიტანს შედეგს. ვცეთ პატივი კანონს, რაც არის, ვცეთ პატივი რაღაცა ეს მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობაში რაც შედის და ერთმანეთის პატივისცემა. არ ვიცი როგორ უნდა მოხერხდეს ეს შეიძლება უფრო სხვა თემაზე გადავდივარ, მაგრამ ეს რასაც გრძნობდა მტკივა საქართველოში არის ეს რაღაცა ნაპრალი, ეს გაყოფილი არის საზოგადოება და ერთმანეთს როგორ აი გამეტებით ლანძღავენ, გამეტებით ეზიზღებათ ერთმანეთი ეს ისე მტკივა სათავე არის ყველაზე მთავარი, რაც ამ ყველაფერი ცუდისკენ გვიბიძგებს სამწუხაროდ. კი. ცოტა უფრო დაალაგებულ ქვეყანაში საქართველოში ალბათ პირველ რიგში ამაზე უნდა ვიმუშაოთ, რომ ერთმანეთის პატივისცემა, კანონის პატივისცემა, მაგრამ კანონი უნდა იყოს, რა თქმა უნდა, ყველასთვის კანონი და არა როგორც გამცანეთ არჩევით. კი ბატონო. ლუქსემბურგი ნამდვილად არის საოცნებო ქვეყანა, ოცნების ქვეყანა. მე ვთვლი, რომ ყველა ის ქვეყანა ოცნების არის, სადაც შრომა ფასდება და სადაც ბევრ შრომობს ადამიანი, იქ ყოველთვის ოცნებას მიაღწევს, მაგრამ ლუქსემბურგი ყველანაირ პირობას გიქმნის. ხათია სად ვართ ახლა? ჩვენ ვართ ქალაქ ლუქსემბურგში, ცენტრში და სამეფო სასახლის წინ და ეგერ მონსტრევართ დამცავი ძალების შეცვლასაგერ. მე გთხოვე, რომ გეჩვენებინა ჩვენთვის ლუქსემბურგში ადგილი, რომელიც თან რაღაც შენს სათქმელს იტყოდა. რატომ შეარჩიე ეს ადგილი? როგორც აი ხედავთ თქვენ ირგვლივ, ვართ შუა ქალაქში, ცენტრში, სადაც აი ეს რაღაც ძველი მონარქიული ლუქსემბურგი, ну, რა თქმა უნდა, მონარქია არის ამ ქვეყანაში, ყავს მეფე და დედოფალი და არის აი სრულიად რაღაც თანამედროვე სამყაროს გარემოცვაში. აქ არის სასახლე, კი ბატონო, ჩვენს უკან და ეგერ ჩვენს წინ შევალთ ახლა ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ კაფე-ბარების ქუჩაზე. ეს რაღაც გუგუნია ალბათ პარასკევს ალბათ. ყოველ დღე თითქმის თავარი არ წვიმდეს და ძალიან არ ციოდეს. და რაღაცნაირად ეს ჩემთვის ძალიან სიმბოლურია, რომ ამ ქვეყანაში ამ ბევრ რაღაცას უკავშირდება ეს. პირველ რიგში ის რომ არ არის დიდი სხვაობა, ანუ მდიდარი, ღარიბი, ანუ ყველა ერთნაირად და კომფორტულად ცდილობს რომ ესე რაღაც გვერდი ცხოვროს და ამას ინფრასტრუქტურაც ძალიან კარგად გვაჩვენებს. ხო, რაღაც არქიტექტურა ასახავს ხასიათსაც. კი ბატონო. დამოკიდებულებას, ასევე ძველის და ახალის რაღაცა შერწყმა, ურთიერთპატივისცემა, აქ როცა არის რაღაცა ისეთი ივენთები მაგალითად სასახლეში, აქ ყოველთვის ცდილობენ რომ რაღაცნაირად აი respectable-ით შეინარჩუნონ და ნუ რა ვიცი, ეს თანაცხოვრება ძალიან ადვილად გამოვსდით. აი, 2 წუთში მოვედით იმ ადგილას, სადაც ახალგაზრდები ერთობ. კი ბატონო, და ახალგაზრდებს რაც შეეხება, კიდე აი თითქოს ეს ადგილი ასევე ესე დაუკავშირებდი იმას, რომ მე ძალიან მაწუხებს მაგალითად საქართველოში ახალგაზრდებს რომ არა აქვთ ცოტა უფრო ასაკიანი ხალხის, ანუ ჩვენი ბებია ბაბუებს და უფრო ასაკიანი ხალხის გვერდში დგომა და თანადგომა არ სჯერათ ჩვენი გამოცდილების და ძალიან მაწუხებს ის რომ აი ხშირად შევხედრი ვარ სოციალურ ქსელებში რომ ასაკიანი ხალხი, აი ქალები უფრო ცოტა რაღაც გარკვეულ ასაკს მიღწეული, წევლიან ჩვენს ახალგაზრდებს და
აი ამაზე საშინელება მე ვთვლი რომ რა ვიცი რა უნდა დაემართოს ქვეყანას, როდესაც დიდი თაობა ახალგაზრდა თაობას წევლის იმის მაგივრად რომ გვერდში დაუდგენ ენდონ მათ ენთუზიაზმს, მათ გამოცდილებას და რა ვიცი აი ამ ცვლილების სურვილს. იმიტომ რომ ეს ბუნებრივი პროცესია, ხო, ის ძველი უნდა წავიდეს, რაღაც თავის საქმე იმან გააკეთა. მე ვთვლი რომ იმ თაობას სამწუხაროდ კარგი არაფერი არ გაუკეთებია ჩვენთვის. მე რო დღეს აქ ამ ქვეყანაში ვარ და აქ ვითხოვ რაღაცა ის მე მინდა ჩემ ქვეყანაში ვიცხოვ, მაგრამ ჩემ ქვეყანას არ ვჭირდები. ან დავჭირდები და ალბათ ვერ ხვდება ჯერჯერობით და ამიტომ რაღაც ეს აქ არის პატივისცემა ძველის, ახალის, ახალგაზრდის, ასაკიანის და აი ამას ვსურვებდი რომ ჩვენ ქვეყანაშიც იყოს. თქვენ თუ შეამჩნიეთ რომ შემოხვედით ამ ქვეყანაში, სხვანაირი ჰაერი არის ბელგიასთან შედარებით. ესეც ხო უკვე რაღაც პრივილეგია რომ ყოველდღურად გაქვს ამის საშუალება. ახლა ამაზე ვსაუბრობდით რომ რამდენიმე დღე მანქანით გადავადგილდებით წვიმს და მანქანა არ არის დასრული. აქ მე მგონი ჰაერიც იფილტრება. თვითონ ლუქსემბურგში არ არიან ბევრი მწერები მაგალითად, იმიტომ რომ ეს იწამლება და ნუ ყველაფერი არის, ყველა დეტალი არის იმაზე გათვლილი, რომ მაცხოვრებელი არ შეწუხდეს არაფრით. ანუ სრულ კომფორტში რომ იცხოვროს, იმიტომ რომ ესენი თვლიან რომ ეს სამუშაო რეჟიმი ისედაც სტრესული არის. აქ ფინანსური შესაძლებლობების ძალიან ისეთი მაღალი დონე არის, ხალხი უფრო შეძლებული არის და აქედან გამომდინარე ესენი თვლიან, რომ ბევრ ფულს ბევრი პრობლემა აქვს და აქედან ქვეყანამ ყველანაირი კომფორტული ზონა, ანუ კომფორტი უნდა შეუქმნას მაცხოვრებლებს, რომ სხვა არაფერზე არ დახარჯონ თავიანთი ენერგია. ამოჭრიან მე პროპაგანდისტები ამას, მაგრამ ლუქსემბურგში ბევრად იაფი იყო ჩემთვის სუპერმარკეტში რაღაცები შეძენა ვიდრე თბილისში. თქვენც ახლახან იყავით თბილისში და ნახავდით. კი ბატონო. ვიღაცებს მთავრობაში კი გაუკვირდებათ, მაგრამ მე მგონი ლუქსემბურგში სუპერმარკეტში უფრო იაფი ღირდა პროდუქტები. ათლარად შეგვიძლია ვიყიდოთ აქ ლუქსემბურგში ხორცი. ამის გარანტიას გაძლევ. ხო, მართლა. მართლა. თბილისში დასვენება და თბილისში ყოფნა ზოგადად ძვირი ფუფუნება არის. აქ ჩვენ დასვენებლად რომ მივდივართ რაღაც სხვადასხვა კურორტებზე, ბევრად უფრო ნაკლები გვეხარჯება ვიდრე საქართველოში. საქართველოში ბევრ რაღაცას გვატყუებენ, აქ არ ატყუებენ მოქალაქეებს. აქ ესეთ აბსურდულ განცხადებებს არ აკეთებენ. აქ არის სრული ნდობა მთავრობას და მოსახლეობას შორის. ანუ ხალხი ნდობით აღჭურვილია სტრუქტურის მიმართ. პოლიციიდან დაწყებული ნებისმიერი ადმინისტრაციული სფერო. იმიტომ რომ კონტროლდება. თითქოს ესეთი ის არის ჯაჭვი, ხო, ერთმანეთზე ამიბმული ის ამას აკონტროლებს, ანუ მთავრობა ქვემოთ კონტროლდება, ანუ მაღაზიაში ან რესტორანში. კი ბატონო, ამიტომ არის ეს რაღაც ფუნქცია დაკარგული აქვს, შერწყმულია ყველა სტრუქტურა, მოსამართლეები ჯიბეში უზის ერთ ადამიანს. შესაბამისად ის შედეგი გვაქვს, რაც გვაქვს, მაგრამ მიუხედავად აი ამ გარემოსიას, რასაც ახლა აღწერდით, ხატია თქვენ ემიგრაციის ძალიან ხანგრძლივი ისტორია გაქვთ და ხო სხვადასხვა ქვეყნებში დაფუძნების მცდელობები რაც ახლა ახსენეთ. ყველაზე დიდი სირთულე რა იყო თქვენთვის? აი ამ იდეალური გარემოს მიღმა, აი როგორც ქართველისთვის რა იყო, რამაც რაღაც მომენტში იმედგაცრუება გაგრძნობინათ, თითქოს აი ხელის ჩაქნევისკენ გიბიძგათ. აი ყველაზე დიდი, ასე ვთქვათ, დაბრკოლება რა იყო, რაც აქ შეგვდათ. მაგ მხრივ რო გიპასუხოთ, ალბათ უფრო ეს დამკვიდრება, ნუ საბუთის ეს დიდი პრობლემა არის, აქ ჩამოსვლა არ ნიშნავს, ბიუროკრატია არ ნიშნავს, რომ ხელებგაშლილი გვხდება ევროპა, ანუ იმ საბუთს უნდა მიღება, ანუ ძალიან რთული პროცესია ეს. დადასტურება. კი ბატონო და ეხლა კიდევ უფრო თითქოს გაადვილებულია, მაგრამ ადრე ჩამოსულებმა ძალიან ბევრი ვიტანჯეთ და ეს არალეგალურობა, ანუ ეს ყველაფერი ახლავს ჩემს ემიგრაციულ რაღაც ცხოვრებას და ჩემი ოჯახის. ალბათ მე ვთვლი, რომ ეს ბიუროკრატია იყო ძალიან რთული. შეიძლება უცნაურად ეჩვენოს ვიღაცას, მაგრამ ჩემთვის არის ისევ საქართველოზე ფიქრი ალბათ რთული ამ ყველაფერზე და რატომ? ამას წინათ მაგალითად ჩემი უფროსი, ნუ ხშირად მომიწია რაღაც ჩემს ქართულ საქმეს რომ დამეთმო დრო და ეს კაცი მირეკავს და ძალიან ისეთი კარგი მენეჯერი არის და მეკითხება ხატია რატომ განიცდი ესე ვერ ხედავ რომ შენ სამუშაოზე აისახება ეს შენი განცდები რაც საქართველოსთვის გაქვს და არ ვიცი ჩემთვის ეს პრობლემა არის და ხშირად აი ხა დეპრესიული ნამდვილად არ ვარ მაგრამ დამაფიქრებელი ვერ ვყოფ ამ ჩემ ქართველობას და აი აქ
შემდგარ ხატიას შორის რაღაც იმას ვერ ვაკეთებ სხვაობას და ყოველთვის გადაბმული არის მე ძალიან ხშირად ვარ მოწყენილი, იმიტომ რომ ჩემი სამშობლო არ არის ისეთი, როგორც მე მინდა რომ იყოს. და მე დიდ განსხვავებულს არაფერს არ ვიტყოდ ჩემს სამშობლოდან და ეს არის ძალიან რთული ემიგრანტობის ერთ-ერთი რთული მხარე არის რომ მიბმული ხარ შენ სამშობლოზე რაღაცნაირად. ალბათ ყველა არ არის. მე ვიცნობ ბევრ ქართველს, რომლებსაც დიდად არ ადარდებთ. მაგრამ ჩემი ოჯახი სხვანაირად ფიქრობს და ეს რაღაც თანდაყოლილი სულ დარდი არის. საქართველოში რო იყო აი ძალიან გამძაფრებული აქციები და რო არ ბევდნენ და საშინელებებს უშვებოდნენ იქ მდგომ ხალხს, მე ღამეები არ მეძინა, ვტიროდი, აი ძალიან სხვა ლეველზე განვიცდი საქართველოს სიტუაციას და აი ხშირად ყოფილა ემიგრანტობაზე არ ჩამიქნებია ხელი, ამას ვერ ვიტყვი, მაგრამ ძალიან affected გავლენას ახდენს ჩემს აქ ყოველდღიურ ცხოვრებას საქართველოს ბედი სამწუხაროდ. უცხო თვალისთვის ვინც ახლა ამ ეპიზოდს ნახავს, თქვენ აქ იდეალური ცხოვრება გაქვთ და თითქოს ვიღაც შეძლებდა ახლა მარტივად ამ კავშირის გაწყვეტას სამშობლოსთან და დატკბებოდა ლუქსემბურგის იდეალური ჰაერით, როგორც თქვენ თქვით და გარემოთი. ხო, მაგრამ ამას ვერ შეძლებთ. არა, შეუძლებელია. მე პირადად ჩემთვის ძალიან რთულია. აი მაგალითად, ჩემი ძმა ნაკლებად არის ჩართული ამ პროცესებში, მაგრამ დედა მე მით უმეტეს ყოველთვის მქონდა ის რაღაცა ის სისუსტე საქართველოს მიმართ და ძალიან ხშირად მიფიქრია მეც რომ აი რა მინდა აი რას ვერჩი ჩემ თავს ხო რატო ვაღიზიანებ ჩემ თავს იმიტომ რომ ამას ძალიან დიდი ქართული საქმე არის სულ ვამბობ ცოტა ხა ესეთი უცნაური შედარება მაგრამ ჭაობივით არის მე თქვენთანაც თქვი ამას წინათ აი რაც არ უნდა ენერგია ჩადო ამ ქართულ საქმეში რაც არ უნდა мотиваცია ჩადო აი ვერაფრით ვერ ივსება არ რჩება სულ არის საქმე და ეს მოითხოვს ძალიან დიდ ენერგიას და ხშირად ყოფილა მე არანაირი დიპლომატიური პოლიტიკური განათლება არ მაქვს მე ვარ ფინანსისტი ანუ ვარ ციფრებთან სულ სხვა სამყაროში მოღვაწეობ ცხოვრობ და მაქვს წარმატება და როგორც თქვენ თქვით შემიძლია რაღაც გამოვთო ის ქართული რეალობა და ვიყო ამ ჩემს რაღაც ზღაპარში პირდაპირ ხო თუ შეიძლება ასე ითქვას მაგრამ ვერ ვახერხებ. თუ თქვენ იცით როგორ შევძლო, მივიღებ რჩევებს, მაგრამ თქვენ მით უმეტეს. ხო, და მადლობა თქვენ რომ ხართ ამ ქართულ საქმეში, ხიდების მშენებლებში, ამ საქმეს ემსახურებით ზუსტად. მადლობა რომ მონაწილეობთ ამ პროექტში და გჯერათ ამ იდეის, იმიტომ რომ ხიდები ნამდვილად არის ის, რაც გაგვაერთიანებს და ერთიანობა არის გამოსავალი ჩემთვის, რომ დავამარცხოთ ის სიმახინჯეები, რაზეც ილაპარაკეთ, რაც ჩვენს ქვეყანას ხელს უშლის განვითარებაში, მაგრამ ეს ერთიანობა ემიგრაციის გარეშე არ გამოვა. და ბოლოს თქვენი ძალიან რთული გზის, ძალიან მრავალფეროვანი გამოცდილების შემდეგ მინდა გთხოვოთ ურჩიოთ ემიგრანტებს, ვინც ახლა გადის იმ პერიოდებს, რაც თქვენ დიდი ხნის წინ გამოიარეთ, რა არის მათთვის მთავარი და რას უნდა მიაქციონ ყურადღება, რა იქნებოდა თქვენი, ასე ვთქვათ, რჩევა მათთვის. ზუსტად აი აქედან გამომდინარე რომ ეს ქართული რაღაც ემოციების აი მიმართულება მიგვეცა მე და ჩემმა მეგობრებმა და დავაფუძნით ჩამოვაყალიბეთ შევქმენით Promote Georgia არასამთავრობო ორგანიზაცია რომელიც არის რეგისტრირებული ბელგიაში და ჩვენს თავებს და ყველას ვინც მოსურვე არის მივეცით ეს პლატფორმა ეს შესაძლებლობა რომ ოფიციალური გზებით და რაღაც უფრო ისეთი გაფილტრული გზებით გაგვეკეთებინა ქართული საქმე და მე როცა ქართულ საქმეს ვამბობ ეს ისეთი რაღაც გლობალურად ჩანს მაგრამ ყველაფერს გულისხმობ ამაში ის რომ როდესაც სამშობლოს ჭირდება იდგე იქ სადაც საჭიროა და დროშით იდგები მე დროშე ხატია დროშით ხო ესე მეძახიანი იმიტომ რომ ყოველთვის თუ რამე აქცია იყო რამე პროტესტი არის საჭირო და ხშირად ჩვენ და საუბედუროთ არის საჭირო ყოველთვის დგავარ იქ სადაც არის მე თუ არ შემიძლია ჩემი ოჯახის წევრებს ვაგზავნი
და მდგარ ხართ აქციაზე მარტო. მარტოც მდგარ ვარ აქციაზე. საერთოდ არავის გარეშე. საერთოდ არავის გარეშე, ასევე ადრე 2008 წლიდან იყო ეს, როდესაც რუსეთს ვაპროტესტებდი, მე ძალიან ვაპროტესტებ რუსეთს და რუსულ რეჟიმს და სისტემას, იმიტომ რომ მე ძალიან ბევრი ბაბუა, დიდი ბაბუა გაციმბირებული 27 წელს, ანუ ჩვენს ოჯახში ეს რუსეთის არასიყვარული ძალიან ისეთი ანკოდირებულია რაღაც. მარტო მე არ მომდგავს ეს მოდის ოჯახში და ძალიან ხშირად ვაპროტესტებდი, ხო და ამ ყველაფერს მე იქ კულტურული რაღაც ღონისძიებები, იმიტომ რომ საქართველოს მხოლოდ პროტესტი არ უნდა, საქართველოს უნდა კარგი, რა ვიცი, უხეშად რო თქვა, რეკლამა, ადვოკატირება ევროპაში, ბევრმა არ იცის, ევროინსტიტუტები, ჩვენ გვაქვს მაგის საშუალება, რომ ცხოვრობთ ევროინსტიტუტების გარემოცვაში, გვაქვს მათთან წდომის საშუალება, თუ არ გვაქვს პოულობთ და ანუ ეს ყველაფერი ესე რაღაც შევაჯამეთ ამ პრომოთ ჯორჯიაში და ხიდები არის თვითონ სიტყვა ყველაფერს აღწერს თუ რას ნიშნავს ხიდები და როგორ გვჭირდება ხიდები არა მხოლოდ დიასპორებს შორის ასევე საქართველოს დიასპორას შორის და ქართველებს შორის გვჭირდება ისევ იმას დაუბრუნდები ის ნაპრალი ეს სიძულვილი რაც სამწუხაროდ დღესდღეობით ჩვენ საზოგადოებას ყოფს ეს ხიდებმა, აი დიპლომატიურმა მიდგომამ, სითბომ და სიყვარულმა უნდა ამოავსოს როგორმე და ძალიან მიხარია ხიდებთან კოლაბორაცია, პრომოთ ჯორჯა ჩემ გუნდს და როგორც წარმომადგენელს და როგორც მეხატი ოზაშვილს, რა თქმა უნდა. რჩევას რო დაუბრუნდეთ ემიგრანტებს, ვინც ახლა ამ რთულ გზას იწყებს ან პროცესშია. პირველ რიგში ის გაითვალისწინა, რომ ემიგრანტობა არის იმაზე უფრო რთული, ვიდრე საკუთარ ქვეყანაში წვალება და ტანჯვა, ალბათ ესე ვიტყოდი. იმიტომ რომ საქართველოში რაღაცნაირად ის გარემო არის, რომ იქ ოჯახის წევრები ნათესავები, ანუ რაღაც სხვა გარემოცვაში ხარ და აქ არავის არ უნდა ხარ, არავინ არ გიღებს ხელგაშლილი და ფსიქოლოგიურად უნდა იყო მზად, რომ მოგიწევს, ანუ გაიგივებული ხარ, მათ ხო არის ძალიან ისეთ უხეში სიტყვა, მაგრამ ფაქტიურად ესე გვიყურებენ. არის ესეთი ქართული სოციალურ სივრცეში პლატფორმა ქართველები ბელგიაში, ჯგუფი უფრო სწორად და იქ აი გული მოგიკვდებათ იქ რომ ჩაიხედოთ, ჩამოდიან ახალგაზრდა ოჯახები, სრულიად მოუმზადებლად და ითხოვენ რაღაც ის ამ ქართულ სიტუაციას აქ, რომ აქ მიიღებენ ძალიან ხელგაშლილი ევროპელები, არა ევროპელებს არ სჭირდებათ, არც ქართველები და არავინ არ სჭირდება, თვითონაც უკვე მობეზრებული აქვთ ეს ყველაფერი და ამიტომ ფსიქოლოგიურად ძალიან ძლიერები უნდა იყვნენ სანამ გადადგავენ ამ ნაბიჯს. მომზადებული ძართულია ეს ალბათ, მაგრამ ფინანსურად ცოტა პატარა მომზადებული უნდა იყვნენ, რომ ქუჩაში არ დარჩნენ. რომ დაწერენ მაგალითად, რომ მეტროში შევნიშნეთ ახალგაზრდა ბიჭი, ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ქართველები და თუ გაქვთ ვინმეს ერთი ღამე საშუალება, რომ მიიყვანოთ სახლში და ამას წინათ ჩვენთან იცხოვრეს ესე 2 თვის განმავლობაში სრულიად უცხო ცოლ-ქმარმა, რომლებსაც ეძინათ მეტროში, ზამთარში და ესე რამდენი არის ძალიან ბევრი და ასე რომ ეს ხო, ეს არის მნიშვნელოვანი, რომ ეს გავითავისოთ, სად მივდივართ. ნუ არის რა თქმა უნდა ისეთი ადამიანები, რომლებსაც ან ციხე, ან რა ვიცი, სიცოცხლის საფრთხე აქვს და მაშინ გამოსავალი არ არის, მაგრამ ხშირად მაკრიტიკებენ ამაზე, რომ მე არ ურჩევ ხოლმე ქართველებს იქიდან წამოსვლას არასდროს და შენ ხომ აი ხარ კარგად, კომფორტულად. ალბათ მე რომ მქონდეს არჩევანი, მე საქართველოში ისევ დავრჩებოდი და იქ ვიცხოვრობდი, იმიტომ რომ მე ძალიან მებრძოლი ადამიანი ვარ და არ მეშინია რაღაც ესე შეჯახების სხვადასხვა გაჩნია რა თქმა უნდა სიტუაციას, მაგრამ რა ვიცი მაინც ურჩევ, რომ ჩვენს მიწაზე იყვნენ და იქ იბრძოლონ, თუ რა თქმა უნდა სიცოცხლის საფრთხე არის. ძალიან მიყვარს ხელიწერა, ეს უნივერსიტეტიდან მოყოლებული არის. სამბეურს წერდი სულ და აქაც სულ წერ. კომპიუტერის ხმარება არ მიყვარს. არც ლექციებზე მქონდა, არასდროს კომპიუტერით არ ვიწერდი და აქაც მოკლედ ვავსებ. ქართულად არ წერ ხოლმე. ქართულად არ წერ ხოლმე, რეფლექსი არ მაქვს ქართულად ჩაწერის და ხანდახან არდა პრობლემად ვწერ, ვიცი ქართული წერა. მაგრამ რა ვიცი, ხო.
ალბათ უფრო ადვილი არის ეს ქართული სიტყვებით რო არ ვსაუბრობ. თან ყველაზე მთავარი ის არის, რომ მე ქართულიდან არ მისწავლია უცხოური ენა. ანუ როცა ვსწავლობდი, მაგალითად მაჩვენეს კომპიუტერი და აი მითხრეს, აი ეს ნივთი არის კომპიუტერ. ხო და ეს არ იყო მაგალითად აი სკამი ნიშნავს chair. ხო და ეს ყოველთვის ახდენს რაღაც ბარიერას, უცებ თარგმანი ხანდახან მიჭერს. მაგრამ მესმის ყველაფერი მესმის. კართულად საუბრობაზე თუ ისე ბოდიში თუ ბევრი შეცდომა დაუში საუბარში მოგდაგიშვიათ. მაგრამ ვცდილობ რომ რაც შეიძლება ესეთი აი კარგად დახვეწებად ვისაუბრო ქართულად. ასევე ვცდილობ წავკითხო ქართულად. თითქოს ბევრი წიგნები აქვს და